ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ბათუმის თვითმმართველობის ადგილობრივი სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის კონცეფცია შემუშავდა, რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივი პოლიტიკის პრიორიტეტების ქალებისა და კაცებისადმი თანაბარი მიმართვის საერთო სტრატეგიას და ტაქტიკას, ხოლო მიზნად ისახავს მათი უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ რეალიზაციას. კონცეფცია ეფუძნება პრინციპს, რომ ქალებისა და კაცების თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში უნდა იყოს სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის ძირითადი მიზანი. ხოლო ამ გენდერული პოლიტიკის კონცეფციის ერთ-ერთი ავტორის, ფონდის სოხუმის წარმომადგენლის ემა კამკიას თქმით, ეს კონცეფცია უნდა გახდეს ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებისა და რიგითი მოქალაქეების ორიენტირი სოციალური პარტნიორობის მექანიზმების უზრუნველყოფის საკითხებში. საზოგადოებაში ძალიან ხშირად არის პრობლემები, რომელთა მიმართ სახელმწიფოს ყურადღება არ არის საკმარისი. დაუშვათ იგივე ოჯახში ძალადობის პრობლემა, იგივე დაუშვათ საზოგადოებრივი ცნობიერების პრობლემა, რომელიც ძალიან ხშირად გულგრილია იმ საკითხების მიმართ, რომელიც საზოგადოების მორალს, საზოგადოების ჯანსაღეს პრობლემას უქმნის. ამიტომ ეს საკითხები თავისთავად არის საბჭოს ყურადღების ცენტრში და შეეცადოს მოავსოს ის ვაკუუმი, რომელიც არის ინფორმაციის კუთხით, დაუშვათ იგივე ძალადობაზე რეაგირების სტრუქტურებს შორის, ანუ სტრუქტურებს, რომელიც რეფერალური მექანიზმების შემადგენლობაში შედიან და გარკვეულწილად მოახერხოს ამ სტრუქტურების კოორდინაცია, მათ შორის ინფორმაციის გაცვლა შეუწყოს ხელი, რაც მთლიანობაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის საკითხს გააუმჯობესებს. გენდერული პოლიტიკის კონცეფციის ავტორები ამბობენ, ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის რეალიზაციის სამოქმედო გეგმა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას. ბათუმის საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი თეა ჯანჯღავა ამბობს, რომ მთავარია ქალებმა და მამაკაცებმა ერთად მოითხოვონ გენდერული თანასწორობა. როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო სტრუქტურებმა პრიორიტეტში უნდა ჩააყენოს და ძალიან კარგია, რომ ეხლა მიდის ზუსტად ამაზე ლაპარაკი, რომ გენდერი ჩაჯდეს კანონმდებლობაშიც და ზოგადად საზოგადოებაშიც როგორც პრიორიტეტი, პირველ რიგში ეს. შემდეგ ვთვლი, რომ ეტაპობრივად როგორც პრევენცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ხო, უმრავლესობამ საზოგადოებაში არც კი იცის საერთოდ რა არის გენდერი და რა არის თუ არა გენდერული ძალადობის მსხვერპლი, ხო? მასიური პრევენცია კარგი იქნება სკოლის ასაკში, სტუდენტებში, ზოგადად საზოგადოებაში და სამთავრობო მოხელეებშიც კი, იმიტომ რომ უმრავლესობამ საერთოდ არ იცის რა არის ეს და საერთოდ როგორ უნდა იმუშაოს ამ საკითხს. გენდერული პოლიტიკის რეალიზაციის სამუშაო გეგმა ხელს შეუწყობს ადგილობრივ პროცესებში ქალებისა და მამაკაცების სრულ ჩართვას და შესაბამისად ადამიანური რესურსების სრულყოფილ გამოყენებას საბიუჯეტო რესურსების სამართლიანი განაწილების პარალელურად. თუმცა ამის მიღწევა საკმაოდ რთულად მიაჩნია ბათუმის მერის მრჩეველს გენდერულ საკითხებში ნატალია სოსიაშვილს. ანუ საზოგადოება უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით და უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა ჩართული, რომ ეს პრობლემა, რაც დღეს გვაქვს საქართველოში, იქნას მოგვარებული მეტნაკლებად და თვითონ საზოგადოებამაც უნდა მიიღოს, რა თქმა უნდა, მონაწილეობა. და ყველა ერთიანად უნდა გაუმკლავდეთ ამ პრობლემას, რომ ეს პრობლემა რაღაც ნაბიჯ-ნაბიჯ წლების განმავლობაში მაინც იქნეს მოგვარებული. ბათუმის მერიის კულტურისა და განათლების სამსახურის უფროსი ლამზირა ბოლქვაძე ამბობს, ბათუმის მერიამ ბიუჯეტში გამოყო თანხა გრანტების მოსაზიდა. ბათუმის მერიის კულტურისა და განათლების სამსახურის უფროსი ლამზირა ბოლქვაძე ამბობს, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა უნდა ჩაერთოს ამ საკითხებში და მათთან უნდა მივიდეს ინფორმაცია. ჩვენ გვინდა მონაწილე ვიყოთ ამ პროექტების და ჩვენ გვინდა გვერდში დაუდგეთ და ჩვენი რაღაცა პატარა აგური შევიტანოთ და მერიას ამ ეტაპზე კულტურულ ღონისძიებებში, კულტურას წარმოვადგენ მე და განათლების მიმართულებას აქვს ასეთი პროექტი, თავისუფალი ინიციატივები, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ნაწილში პროექტების დაფინანსებას. გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემუშავება ადგილობრივ დონეზე და მისი გახორციელებისთვის ხელშეწყობა ვადებით არის გაწერილი. ძირითადად ფონდმა სოხუმმა გაარკვია ის, რომ 2015 წლიდან უნდა დაიწყოს მუშაობა და გეგმა არსებობს 2017 წლამდე.